თუ ქალი ყოველდღიურად დებს სტორებს, ის შეიძლება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კლინიკური ნარცისი არ იყოს, თუმცა მაგ გზაზე დგას. და პირადად მე არ მჯერა იმის, რომ ქალი თან ნორმალური შეიძლება იყოს და თან ყოველდღიურად სოციალებში თეატრს აწყობდეს. დღეს საქმიანია, სამსახურიდან დებს სტორის. ხვალ სპორტულია, ფიტნეს დარბაზიდან დებს, ზეგმხიარულია, რესტორანში კეიფობს. მასზე კი ამოუცნობია რაღაც იდუმალი, ჩაფიქრებული სახის ფოტო დადო, სადაც მზის ჩასვლას უყურებს. პარასკევს მოწესრიგებულია, შაბათს კი მეოჯახეა, საჭმელს ამზადებს. აი ასეთ ქალს უბრალოდ არ შეუძლია სიყვარული. ის ვერ გაიღვიძებს დილას იმ აზრით, თუ როგორ უყვარს მისი ქმარი. ის გაიღვიძებს იმ აზრით, რა ვაჩვენო დღეს პუბლიკასო. მისი შეყვარებული ან ქმარი არის მისი ოპერატორი. ის ხელში აჭერინებს თავის ქმარს ტელეფონს და ეუბნება, მიდი ახლა ისე გადამიღე ფოტო, რომ რაც შეიძლება მეტმა კაცმა დამალაიქოსო. მე ძალიან დიდი ხნის წინ შევამჩნიე ეს კანონზომიერება, რომ ყველაზე ლამაზი წყვილი სოციალებში, ყველაზე უბედურია ცხოვრებაში. იმის მიუხედავადაც კი თუ ქალი სოციალებში წერს, თუ როგორ უყვარს თავისი ქმარი და ოჯახი, უმეტეს შემთხვევაში ეგ არის ბანალური ტრიპაჩობა და თეატრი პუბლიკისთვის. ნამდვილ სიყვარულს სოციალებში არავინ აქვეყნებს. ეგეთი რამ უბრალოდ აზრად არ მოსდით ნორმალურ წვილებს.